დღეს არის პირველი მთავრობის კონგრესი მართვაში ნოემბრის 11 წელს და თავმსახურებთ მიდან დასახელოს მილოცო ახალი წელი მილოცო დამდეგი შოუს წესრიგისწავლი მინდა უსულო წარმატებები ყველას აბსოლუტურად რაც შეეხება 2010 წელს წინა ეკონომიკური თვალსაზრისით იყო საკმაოდ რთული თუმცა საკმაოდ წარმატებული წლის ეკონომიკური და ბევრი უფრო მაღალი იყო ვიდრე ამას ვარაუდობთ ან ჩვენ ან საერთაშორისო ექსპერტები თუმცა მეორე მხრივ ინფლაციური ზეწოლა და ინფლაციური წერტილის მაგალი იყო, რამაც გარკვეული უარყოფითი ეფექტი იქონია ასევე საზოგადოებას და ეკონომიკას. ჩვენი მთავარი ფოკუსი 2010 წელს იყო განათლება, ჯანდაცვის სექტორი და ახალი ეკონომიკური კურსი. ზუსტად იგივე იქნება ჩვენი მთავარი ფოკუსი, ასე ვთქვათ, მთავარი ფოკუსი 2011 წელსაც. ანუ ეს მიმართულებები რაც შეეხება განათლება, ჯანდაცვა და ახალი ეკონომიკური კურსი, რომელიც ჩვენ განუცხადეთ საზოგადოებას სულ რამოდენიმე კვირის წინ. ეს იქნება ჩვენი მთავარი მიმართულებები, რაც ვიმუშავებთ 2011 წელს, რაც იქნება განსაკუთრებული ფოკუსი მთავრობისგან გაკეთებული. ამასთან დაკავშირებით მინდა ხაზი გაუსვა ერთ ფაქტორს. პირველი რიგით შევიდა ძალაში ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც რეალურად დაწერილი იქნა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან ერთად. მინდა ყველას ვთქვა, რომ თუ რაიმე ხარვეზე, რაიმე პრობლემა იქნა ამ ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, დაუკავშირდეს ფინანსთა სამინისტროს, დაუკავშირდეს შემოსავლების სამსახურს, დაუკავშირდეს პრემიერ-მინისტრის აპარატს, რაც არის ბიზნეს ომბუდსმენი და ჩვენ შევეცდებით თუ რაიმე ხარვეზე რა თქმა უნდა უახლოეს პერიოდში გამოვასწოროთ. ეს არის ჩვენი ახალი მიმართულება, ეს არის ჩვენი ახალი კურსი, რაც მინდა რომ კერძო სექტორმა და შემოსავლების სამსახურმა, კერძო სექტორმა და ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ახლოს ითანამშრომლოს ერთმანეთთან და მჭიდროდ ითანამშრომლოს ერთმანეთთან. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ეს კურსი თავის შედეგს გამოიღებს და ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნება 2011 წელს, ვიდრე ეს პროგნოზირებული გვაქვს. მადლობა.